მოგესალმებით, დღეს 30 სექტემბერია, უყურებთ კურიერს 10 საათზე, ახალ ამბებს მარიკა გოცირძე გადაცნობთ. სახელმწიფოს კუთვნილი 403,000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებული გურია ენერჯის დირექტორი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოლოდინშია. კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომელი ბრალდების წარდგენას ელოდება. გამოძიების ინფორმაციით 2022-23 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო ლილოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გურია ენერჯის დირექტორი ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის დახმარებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას დაეუფლა. ასევე ექსპერტიზის დასკვნით გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია. კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძის განცხადებით მთავრობის ამბიციური მიზანია, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით ქვეყნამ ადგილი დაიკავოს ევროპის სამეულში. კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, ამაში შედის მათ შორის ბუნებრივია შესაბამისი საქმეების გამოძიება, გარდა იმისა, რომ ჩვენ თვითონ ცვლილებები შევიტანეთ მთავრობის საქმიანობაში, სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაში, ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს იმისათვის, რომ გამოვიძიოთ ყველა შეასრულო სამართალდარღვევა, ყველა მიმართულებით გაგრძელდება აქტიური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენი ამბიციური მიზანი მინდა შეგახსენოთ, გვინდა ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა, რომლებიც იდგმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამის მიღწევა. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება ჩავღრმავებოდით კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდებოდა დავინტერესდით ხარჯეფიქტიანობით და ხარისხით. და სადაც ვნახეთ პრობლემები, ბუნებრივია იქ გაჩნდა შესაბამისი საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის. ხო, არის მთელი რიგი პროექტები, სადაც აღმოჩენილია ხარვეზები, კიდევ ერთხელ ხარჯეფიქტიანობის კუთხით არის კითხვები და ხარისხთან დაკავშირებით არის კითხვები. ჩვენი მიზანია ყველა პროექტი უკლებოდა, ყველა პროექტი გახორციელდეს მინიმალური ხარჯებით და მაქსიმალური ხარისხით. სადაც არის კითხვები, ყველგან ბუნებრივია გაგრძელდება გამოძიება. რუსთავის პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა კარა ორუჯევი. მან თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნა. ის სოფელ ყიზილაჯროში ლელოდან იყო წარდგენილი. ახლა ოპოზიციური პარტია სუს ზეწოლაში, ძალადობაში, მუქარასა და მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს. თავად ორუჯევი კი შანტაჟსა და ზეწოლას უარყოფს და ამბობს, რომ მისთვის ლელოს კურსი გახდა მიუღებელი. ტელევიზიით აჩვენეს ჩანაწერი, ვადასტურებ, რომ გავრცელებულ მასალაში ისმის ჩემი ხმა. მეგობარს ვესაუბრებოდი, რომელიც ლელოს პარტიის წევრია. მინდა ვთქვა, რომ ჩანაწერი დაჩეხილია და საუბრის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს. ახლო ნათესავებმა მითხრეს, რომ ჩემი კანდიდატურა მომეხსნა და ჩემი გადაწყვეტილებაც ამითაა განპირობებული. ლელოს პარტიის ლიდერებს განვუმარტე, რომ არ დაეშვათ ის შეცდომები, რომელიც წინა არჩევნებზე დაუშვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მე პარტიიდან წავიდოდი. ამის მიზეზი ჩემში კი არა, არამედ პარტიის თავმჯდომარეშია, რომელმაც პროცესის ორგანიზება ვერ შეძლო. საერთოდ არ ვიცი, რომელ კრიმინალურ ავტორიტეტებზეა საუბარი. ჩანაწერში ამგვარი რამ არ არსებობს. არავის არც ფულის შემოუთავაზებია და არც კრიმინალურ ავტორიტეტებთან მისაუბრია. ის რაც თქვი არის ის, რომ ვერც კრიმინალები და ვერც ვერავინ მოახდენს ჩემზე ზეწოლას. პარტია საკუთარი ნებით დავტოვე. ლელოს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს საქართველოს მთავრობის მეთაური გამოეხმაურა. ირაკლი ყობახიძის განმარტებით პოლიტიკური პოზიციები ლელომ თავად გაინადგურა. პრემიერის განცხადებით აღნიშნულ პარტიას ლიდერებიც კი ტოვებენ. მან გვანია, რომ საბა ბუაძემაც სუსის შარებით დატოვა ლელო. ხო, საკუთარი პრობლემები აქვს და ამ პრობლემებს მიხედონ და თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ. სადაც ლიდერები ტოვებენ პარტიას, იქ რატომ უკვირთ, რომ ქვედა დონეზე კანდიდატები ტოვებენ მათ პოლიტიკურ გაერთიანებას. ხო, ეს აბსოლუტურად ლოგიკური პროცესია იმ პირობებში, როდესაც ლელომ თვითონ გაინადგურა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები. რადიკალური პროცესების დაფინანსების სქემა გიული ალასანიას უნივერსიტეტის ირგვლივ მიმდინარე პროცესები მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის დედის უნივერსიტეტი გამჭვირვალობის კანონის გვერდისავლით ახდენდა ფინანსების აკუმულირებას. ოცნება ამბობს, რომ ფრანკლინის კლუბის ბაზაზე შექმნილი სასწავლო ცენტრის მეშვეობით სწორედ საქართველოს უნივერსიტეტი ახდენდა აქციებისთვის ახალგაზრდების ტრენინგს. მათივე განმარტებით სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს არეულობისკენ მიმართული ქმედებების თავიდან ასაცილებლად.
სააკაშვილის დედის უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ არის რევოლუციების ცენტრი, სადაც ერთ პერიოდში ერთ დროს ფრანკლინის კლუბი მოქმედებდა, ახლა უკვე სხვა დასახელებით, სხვადასხვა კლუბები თუ სხვადასხვა პროგრამები მუშაობს. ამ პროგრამების დაფინანსებას, როგორც უკვე გასაჯაროვდა სქემა, ერთი მხრივ თავად გიული ალასანიას უნივერსიტეტი ახდენს, ხოლო მეორე მხრივ უცხოეთიდან შემოსული თანხები. ეს სქემაც გაშიფრულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ სხვა დამცავი სისტემები მუშაობენ იმაზე, რომ არც ერთი ასეთი ფაქტი არ გაიპაროს. ყველაფერი გაშიფრულია თავიდან ბოლომდე და განსაკუთრებული კონტროლის, ასე ვთქვათ, ობიექტად იქცა მათი ეს საქმიანობა. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, მე მთავარი მოწოდება მაინც მექნება იმ ახალგაზრდების მიმართ, ვისაც შეიძლება არ აქვს გათვითცნობიერებული, თუ რა ავანტურისკენ შეიძლება მათი ეს ჯგუფი იქნას გამოყენებული და ნაბიჯი აქედან გამომდინარე, პირველ რიგში მათ მოვუწოდებთ, რომ ამ ავანტურისტებს თავი არ გამოაყენებინო. სხვა მხრივ 4 ოქტომბერი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. ოპოზიციის გეგმების შესახებ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, თუ ვინმე კანონის დარღვევას დააპირებს, შესაბამის პასუხსაც მიიღებს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რადიკალური პროცესების დაფინანსების სქემაზეც, რომელშიც სააკაშვილის დედის გიული ალასანიას უნივერსიტეტი ფიგურირებს. პრემიერის განმარტებით, უცხოური სპეცსამსახურები მუშაობენ აპრობირებული მეთოდებით და ცდილობენ საქართველოში რევოლუციური პროცესების სახალისებას. უცხოური სპეცსამსახურები მუშაობენ აპრობირებული მეთოდებით, ამ მუშაობის მიზანია საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება, თუმცა მე ყველას მინდა დავბირდე, რომ როგორც გასული 13 წლის განმავლობაში იყო წარუმატებელი რევოლუციური მცდელობები, ასევე იქნება წარუმატებელი წელსაც და მომდევნო წლების განმავლობაშიც ბურჟუაზიის დაანონსებული რევოლუცია როგორც შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმშელოთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ბუნებრივია ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა მივცე პირობა, რომ თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს. თუ ვინმე გადავა ძალადობაზე, თქვენ ნახეთ, 2-დან 5 წლამდე დაახლოებით მოუწიათ ციხის შესაძლოა იმ ადამიანებს, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ, პარლამენტის შენობის წინააღმდეგ და ანალოგიურად, რა თქმა უნდა, შეიფარდება ყველა მოძალადეს შესაბამისი კანონის მუხლი, ხო? ამიტომ ყველას მოუწოდებს სიფრთხილისკენ, ყურადღებისკენ, ყველა იყოს ფრთხილად, როცა საქმე ეხება ძალადობას და კანონის დარღვევას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრაფიკინგის შესახებ 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო კვლავ ინარჩუნებს პოზიციას პირველი კატეგორიის ქვეყნების სიაში. ამგვარად დოკუმენტის მიხედვით საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრაფიკინგის აღმოსაფხვრელად დაწესებულ მინიმალურ სტანდარტებს და საანგარიშო პერიოდში სერიოზულ და მდგრად ძალისხმევას ავლენ და ამ მიმართულებით. ანგარიში საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე და ძალისხმევაზე, რომელიც არის მიმართული ტრაფიკინგის მსხვერპლის სტატუსის მქონე ადამიანების დაცვა მხარდაჭერისაგან. მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების შესახებ პრესკონფერენცია გამართა ეუთოუდირის სადამკვირვებლო მისიამ. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ეს არჩევნები უპრეცედენტო ჰიბრიდული თავდასხმების, უკანონო დაფინანსების, დეზინფორმაციის, კიბერშეტევების და პოლარიზაციის პირობებში ჩატარდა. კამპანიის ბოლო დღეებში ორი პარტიის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილებამ შეზღუდა ოპოზიციის უფლებების სადავო საკითხებზე. პარტიული ნიშნით მიღებულმა რიგმა გადაწყვეტილებებმა კი ეჭქვეშ დააყენეს არჩევნო ორგანოების მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. ასეთია ეუთოუდირის დამოკიდებულება. თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ღაზას სამშვიდობო გეგმა წარადგინა. დონალდ ტრამპის წინადადების მიხედვით ღაზაში საერთაშორისო თანამონაწილეობით უნდა შეიქმნას დროებითი ადმინისტრაცია. ჰამასი უნდა ჩამოცილდეს მმართველობას მოძრაობის იმ წევრებს, რომლებიც მზად იქნებიან დაყარონ იარაღის შესაძლოა შეეხოთ ამნისტია, არ უნდა განხორციელდეს პალესტინური ანკლავის მცხოვრებლების იძულებითი გადასახლება. ჰამასმა
თქმის უნდა გაათავისუფლოს ყველა ისრაელმა კი გამოუშვას 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დაკავებული პალესტინელი პატიმრები. ტრამპის თქმით ისრაელის პრემიერ-მინისტრი გეგმას დათანხმდა. ყატარელმა და ეგვიპტელმა მომლაპარაკებლებმა კი ტრამპის გეგმა ჰამას გააცნეს. ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წინადადება ისრაელის პერსპექტივისკენ იხრება, თუმცა საბოლოო პასუხისთვის წინადადებების წერილობითი ვერსია მოითხოვეს. და ისევ საქართველოს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სოლოლაკში ეგრეთ წოდებულ სტელას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას ეკუთვნოდა. მიმდინარე წელს მიღწეული შეთანხმების შედეგად კი ბაღი მუნიციპალიტეტს გადაეცა. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად იქ განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონი, ამფითეატრი, მოეწყო განათების ქსელი, ბილიკები და განთავსდა სხვა საჭირო ინვენტარი. გავხსენით ახლად რეაბილიტირებული სკვერი სოლოლაკში. იცით რომ ჩვენი რაიონი არ არის განებივრებული ფართებით, მჭიდროდ და კომპაქტურად დასახლებული რაიონია. შესაბამისად ესეთი სკვერები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის თვითონ მოქალაქემ, როგორც ბავშვმა, ისევე ნებისმიერი ასაკის ადამიანმა მოვიდეს და დაისვენოს ამ ძალიან ლამაზი სკვერი და ისარგებლოს მისით. ჩვენ გავხსენით ეგრეთ წოდებული სტელას ბაღი, რომელიც იყო თეატრალური საზოგადოების აღნიშნული სკვერი, გადმოეცა თბილისის მუნიციპალიტეტს. მე ამისთვის მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ გოგი გეგეჭკოს და ქალბატონ მარიამ ლონთათიძეს. აქ აბსოლუტურად თავიდან მოეწყო მოსასვენებელი სივრცე როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის. დიდიღომში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა პერანიძე. მოსახლეობას სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ესაუბრა, მოისმინა მათი საჭიროებები და მოგვარებასაც დაპირდა. შეხვედრას საკრებულოს სიის წევრებიც ესწრებოდნენ. რა თქმა უნდა, ამ უბანშიც არსებობს გამოწვევები და პრობლემები, რაზეც უკვე საუბრობთ მოქალაქეებთან, მათგან ვიღებთ ინფორმაციას და უკვე შემდეგი წლის ბიუჯეტში მათთან ერთად დავგეგმავთ იმ პრიორიტეტებს, რაც აუცილებელი არის. დღევანდელი დღეს ნათელი მაგალითია იმის, თუ რამ მხარდაჭერა აქვს ქართული ოცნების გუნდს. შალვას ყველა კარგად იცნობს, შეიძლება საჯარო პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს გამს, თუმცა ის წლების განმავლობაში იყო მაჟორიტარული ბიუროს ხელმძღვანელი ავტოცინცაძის მამუკა მდინარაძის და შესაბამისად მოსახლეობის ყველა პრობლემა კარგად იცის, უშუალო შეხება აქვს მოსახლეობასთან, იცის მათი პრობლემები და იცის ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების ჩართულობით შალვა პერანიძე აუცილებლად გახდება საბურთალოს მაჟორიტარი და რაც მთავარია, დედაქალაქის მერი, მოქმედი მერი და მომავალი მერი იქნება კახიკალაძე. ქართული ოცნების ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ციკლაური 31 ქარხნის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატი ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნება ახალგაზრდების ჩართულობა. გავაცანით ის სამომავლო 20 წლიანი გეგმა, რასაც ვაპირებთ რომ გავაკეთოთ და ასევე ვისაუბრეთ იმ განხორციელებული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც მრავლად არის ამ უბნებში. მოსახლეობისგან ძალიან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მივიღეთ, ჩვენ მათგან მივიღეთ ერთადერთი დაკვეთა, რომ ქართულმა ოცნებამ შეინარჩუნოს ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა. იქნება ყოველდღიურ კონტაქტზე, ყოველდღიური ურთიერთობა იქნება თითოეულ მოქალაქესთან და ყველა პრობლემა, რომელიც კი სამგორში არის, იქნება მის პირად კონტროლზე. თბილისის მერთან კახიკალაძესთან ერთად, საკრებულოში მის კოლეგებთან ერთად მუდმივად იზრუნებს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უკეთესი მომავალი. რუსთავში წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. ნიკოლაძის ქუჩაზე მოწყობილ ახალ შიდა საუბნო სივრცეში ნინო ლაცაბიძე მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად შეხვდა მოსახლეობას და მომდევნო 4 წლის გეგმაც გააცნო. მოგვიანებით ქართული ოცნების წარმომადგენლებმა შეხვედრა 13 ასურელი მამის სახელობის ოლქშიც გამართეს. საარჩევნო შეხვედრებს კანდიდატებთან ერთად რუსთავის დელეგატიც ესწრებოდა. მოვიარეთ თითოეული უბანი, თითოეული სადარბაზო, მოსახლეობასთან ჰქონდა აქტიური შეხვედრები, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე, ასევე იმ გეგმებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენს გუნდს შემდეგი 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი. დღევანდელი სივრცე არის კარგი მაგალითი მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის ერთობლივად განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შევხვდით თითქმის ყველა ეზოში ჩვენს მოსახლეობას, გავაცანით ჩვენი 4 წლიანი სამოქმედო გეგმა და 4 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდგომ კვლავ გაგრძელება ჩვენი ქალაქის წინსვლა და განვითარება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბათუმში წარმატებულ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში 8 წლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 27 ოქტომბერს ჩატარდება. მონაწილეობა მივიღეთ ბათუმის 8 წლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმას, რომ თითოეული ჩვენთაგანის მხრიდან არის გამოხატული უდიდესი მადლიერება და პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ათეულობით, ასეულობით და ათასეულობით პატარას ზრდიან, ასწავლიან ცხოვრების სწორ გზას, აძლევენ ძალიან მნიშვნელოვან ცოდნას. თბილისში სკოლა ახალი თაობის ახალი კამპუსები გაიხსნა. კამპუსები აშენებულია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილია ყველა იმ ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მისაღებად სჭირდებათ. სასწავლებელში დანერგვის პროცესშია ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამა. მოსწავლეები მიიღებენ ამერიკული საშუალო სკოლის დიპლომს, რომელიც აღიარებულია საქართველოშიც. თბილისის შუაგულში, რეკრეაციულ ზონაში, ორთაჭალაში გაიხსნა სკოლა ახალი თაობის 2 კამპუსი. სკოლა გამორჩეულია იმით, რომ გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიებით. აქ არის აინშტაინის ლაბორატორია, ფინური განათლების მოდელზე დაფუძნებული სწავლება. სასწავლო პროცესი აქ მიმდინარეობს თამაშით და მოსვლის პირველივე დღიდანვე ჩვენთან ყველა ბედნიერია. თამაშის სწავლება ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. თბილისში გაიხსნა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლა. ეს არის ძალიან ლამაზ რეკრეაციულ ქალაქის ცენტრში არსებული სკოლა ასევე, რომელიც აღჭურვილია ტექნოლოგიებით. მასწავლებლები ასწავლიან ძალიან ლამაზ ულტრათანამედროვე კოსმოს სკოლაში და ბავშვებისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მეტად სახალისო იქნება აქ სწავლება. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე ამ გემშვიდობებთ კურიერი 11-ზე უკვე თამარ ურშაძესთან ერთად დაბრუნდება.